ხაშაზე ბრუნდებით პირდაპირ ეთერში, საინტერესო შაბათი გამოგვივიდა, გამოგვდის და გრძელდება ჩვენი განაცემა. კონსერვატორიის სამუსიკო სკოლა სემინარია კულტურის სამინისტროსთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას იწყებს. პანსიონის ინსტიტუტის აღდგენა, ცვლად და კონკრეტულად პროექტის შესახებ დღეს ჩვენ სტუდიაში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა და კონსერვატორიის პროფესორი რექტორის მოადგილე ავტონი მანა დოიჯაშვილი საუბრობენ. დიდი მადლობა. მოგესალმებით კიდევ. რომ შემოგვიერთით ქართული ღვინით, წიგნებით, დახვით დღეს. მადლობთ თქვენთან ყოფნა ყოველთვის. ბავშვები რეგიონებიდან უფასოდ ცხოვრობენ სპეციალურად მათთვის განკუთვნილ ოჯახებში. ბატონო ნიკოლოზ, ეს თქვენი იდეა არის და მოგვიწევით ამის შესახებ ამ პანსიონის ინსტიტუტის აღდგენის მიზანზე. ახდება და როგორც ვთქვი, ჩვენმა მაყურებელმა უკეთესად გაიგოს ამ ყველაფრის შესახებ. კი ბატონო, ჩემი იდეა პირველ რიგში ეს არ არის, ეს არის ქალბატონი მანა დოიჯაშვილის იდეა, რომელიც მე როგორც კი მოვისმინე, იმ წუთას დავეთანხმე, რომ ყველანაირად რითიც შემეძლებოდა ვედგებოდი ამ იდეის განხორციელების გვერდით. რაც შეეხება უკვე თვითონ ამ პროგრამის თავისებურებებზე, უფრო სამართლიანი იქნება და უფრო საინტერესოს ქალბატონი მანა მოგვიყვება და შიგადაშიგ მე მეც შეგიშველები. მაგრამ თვითონ აზრი არის ძალიან საინტერესო, ხო, როგორ საიდან როგორ მოგაფიქრათ ეს? საქმე იმაშია, რომ ეს არ არის, ეს იდეა არ არის ახალი. ეს ინტერნატი არსებობდა ჯერ კიდევ კომუნისტების დროს, ნიჭერთა 10 წლებს ჰქონდა თავისი ინტერნატი, სადაც ჩამოდიოდნენ მთელი რეგიონებიდან საქართველოს საუკეთესო ნიჭიერი ბავშვები ცხოვრობდნენ და სწავლობდნენ. მაგრამ იდეა, პანსიონის იდეა ცოტა სხვანაირი რაკურსი აქვს. ну რა თქმა უნდა ბატონო ნიკა რომ არ ყოფილიყო და არ აღდგენა ნამდვილად ვერაფერს ვერ გავაკეთებდით, იმიტომ რომ ეს არის დაფინანსება, ეს არის მხარდაჭერა, ეს არის თვითონ ამ მოვლა, ამ პროექტის მოვლა პრაქტიკულად ბატონო ნიკა იკისრალისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მას. იმიტომ რომ ნამდვილად მე ვთვლი რომ ეს არის სამუსიკო განათლებისათვის ისტორიული პროექტი. ეს გულისხმობს იმ ნიჭიერი ბავშვების მოძებნას და მოზიდვას საქართველოში, ვინც რეგიონებშია. ჩვენ გვინდა თავისთავად მთლიანად მთელი საქართველოს შემოვიაროთ და ის ბავშვები, ვინც არიან ნიჭიერები და ორიენტირებული კლასიკურ მუსიკაზე, ჩამოვიყვანოთ თბილისში. ჩამოვიყვანოთ არა მარტო იმისათვის, რომ ვთქვათ, მარტო ვასწავლოთ. ისინი მოხვდებიან იმ გარემოში, რასაც ქვია მუსიკოსის ოჯახები. ზუსტად ამაზე ლაპა ინტერნეტი აბსოლუტურად სხვა რამეა მაინც, ხო? ინტერნეტი არის სკოლაში ცხოვრება და პანსიონი არის ამ ოჯახების მოძებნა და ვფიქრობ რომ ალბათ უკეთესი იქნება რომ ეს იყო მუსიკოსის ოჯახები, რა თქმა უნდა, ტრადიციები, კარგი ინსტრუმენტები მოვლა სხვა ექნება, დაურა სხვა ექნება, სხვა გარემოში იქნებიან და გარდა ამისა, ამ მუსიკოსებს მერე თავიანთი კავშირები აქვთ. ისინი სულ სხვა სამყაროში ხვდებიან. და რა თქმა უნდა, სწავლა, რომელიც თქვენ მოგეხსენებათ, რომ სამუსიკო სემინარია კონსერვატორიისგან არსებული სამუსიკო სემინარია 3 წელიწადია არსებობს. 2 წელიწადი არსებობს ამ სემინარიასთან უკვე ზოგად საგანმანათლებლო სკოლა, ყველაფერი ერთ შენობაშია და აი ამ გარემოში მიუხედავად იმისა, რომ ზოგად საგანმანათლებლო სკოლა კერძოა, ბავშვები, პანსიონის ბავშვები სწავლიან უფასოდ. მათ სწავლა და ცხოვრება ექნებათ აბსოლუტურად უფასოდ. ამას სკოლა აიღებს თავის თავზე, რაც შეეხება დაფინანსებას ოჯახების, მე ვფიქრობ, ბატონიკა ძალიან დაგვეხმარება. და რა მინდა კიდე გკითხოთ უკაცრავად ბატონიკა, თქვენ უხელმძღვანელებთ რაღაც ჯგუფს მუსიკოსების, რომლებიც სწავლენ რეგიონებში და ანუ მონახავენ ამ ბავშვებს. ეს ექსპერტია განხორციელდა, როგორც ვიცით, პირველი გასვლა გვქონდა იმერეთის რეგიონში. გუშინ დაიქცა ქვეყანა, ნუ ისეთი თოვლი იყო ქუთაისში, 9 მეტრიანი თოვლი რო ჩავით. და ზოგიერთი ბავშვები ისეთი ცოტა უფრო მოშორებული ადგილებიდან ვერ ჩამოვიდნენ, მაგრამ მაგათთვის სპეციალურად დავნიშნავ ჩვენ მოსმენას, იმიტომ რომ ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა. ჩვენ გუშინ მოვისმინეთ 15 უნიჭიერესი ბავშვი, ერთმანეთზე უკეთესი. რა თქმა უნდა, ჩვენი ორიენტაცია მაინც უფრო მეტად პრიორიტეტები იქნება საორკესტრო ინსტრუმენტები. იმიტომ რომ აქ განსაკუთრებულად გვინდა გავაძლიეროთ ეს მხარე, მაგრამ რა თქმა უნდა, არც პიანისტებს არ დავაკლებთ ყურადღებას. ბატონო, ჩვენთან 2-8 წლის პიანისტი იყო ბავშვი, მოთხოვ შოქში ჩავაგდო ჩვენს და ყველა. ხო, ეს რა ხშირად გვესმის, ეს უკვე რამ განაპირობა, თქვა, აი, ძალიან წამოიწია რაღაც სიტუაცია. გიყურეთ, გამოიწვია პირველ რიგში ინტერესმა, რომელსაც
სახელმწიფო და რასთავარი პროფესიული ინსტიტუციები ავლენენ უკვე დიდხნიანი ჩავარდნის მერე უკვე რაღაცა 10 წელია შეიძლება მეტიც. იმას რასაც აკეთებდა კონსერვატორია და აკეთებს იმას რასაც აკეთებს და გააკეთებს ახლა ეს მუსიკალური სკოლა რომელიც სამუსიკო სკოლა რომელიც შეიქმნა სულ ახლა ხანს იმიტომ რომ ფაქტობრივად თავიანთი ახალი ინფრასტრუქტურა შექმნეს ძველის საფუძველზე და რეალურად ვერ იცნობს იქაურობას ადამიანი და მთლიანად რაღაცნაირი დინამიკა შეიძინა სამუსიკო და სახელოვნებო განათლებამ რომელიც წლების განმავლობაში იყო რაღაცნაირად ძალიან პასიური და ეხლა საჭიროა ეს ინტერესი რაღაცნაირად უკვე მომარაგდეს და დაკმაყოფილდეს სწავლების ადეკვატური პირობებით, პედაგოგებით, კარგი მეთოდოლოგიით, რომელიც გამოიყენება და ყოველთვის განახლების პროცესშია ამ სასწავლებელში და ზოგადად სხვადასხვა სკოლებში და რაც თავარია ადამიანური ყურადღებით, რომელსაც იჩენს ხარ მინდა ესე გამოვიდეს ერთმანეთს რომ მაგრამ ფაქტია ეს ისეთი თემაა რომ ეს შეწყდა კომუნისტების დროს ანალოგიური პროგრამა და იმის მერე უკვე 10 წლეულები არაფერი მაგვარი არ არის ფაქტიურად აქ ცენტრი სწავლებისა დედაქალაქი და მისი საგანმანათლებლო ინსტიტუტი მიდის რეგიონებში და ინდივიდუალურ დონეზე ეს არ არის რაღაცა საბითუმო ასეთი შერჩევა არამედ ადამიანებს აი პიროვნების დონეზე არჩევენ მე მახსოვს რეზო გაბრიაძემ მითხრა ცოტა ხნის უკან რაღაცას ვლაპარაკობდით სცენარისტების სკოლის შექმნაზე ხელახლა საქართველოში იმიტომ რომ დღეს კინოში ყველაზე პრობლემატური ის არის ეს კარგი სცენარისტები სამწუხაროდ ახალთაობაში ცოტა და თქვა რომ იცი რა მე მითხრა ეძებთ მარტო თბილისში ნიჭიერ ხალხს მოძებნეთ მთელი ქვეყნის მასშტაბით იგივე არის ეს პროგრამაც ხო ესეა ნამდვილად იმიტომ რომ ისეთი სახელები ახსოვს ძველ ინტერნატს ისეთი როგორც არის ზურა პანჯაფარიძე ვიჯინა კვერნაძე აზორ კავსაძე კონსერვატორიის ჩვენი ჩასაბერი სიმებიანი კათედრის პროფესორები პრაქტიკულად ინტერნატში არიან გაზრდილები და ის ნიჭიერება რაცა გუშინ ნახეთ ჩვენ გუშინ იმერეთში აბსოლუტური სასწაული როგორ ახდენთ ამ კოორდინებას იქ ვინ ყავთ აი რომ გირჩიოთ ეს ბავშვია როგორ პოულობთ ამას აი მე მაგ ახლა ყველაზე ძიმე ალბათ ეს არის მადლობა გადაუხადო სწორედ იმ ხალხს ვინც დაგვხვდა ეს ბატონი ლადუა პატარიძე რომელიც ქალაქის მთავრობის წევრია ერთ-ერთი სკოლის დირექტორს ქალბატონ მანანას კიკაბიძეს 11 წლიანი სამუსიკო სკოლის და ჩვენს მუსიკალური კონკურსების ფონდის აი რეგიონალური იმერეთის რეგიონის კოორდინატორს რომელმაც ორგანიზება გაუკეთებს ამ და ყველა სამუსიკო სკოლებში სასწავლებლებში დარეკეს მოიწვიეს დირექტორები შეატყობინეს რომ ესეთი აქცია უნდა ჩატარებულიყო პედაგოგებმა ჩამოიყვანეს თავისი მოსწავლეები და ვისაც ეს რამდენიმე ხნით ადრე მოხდა იმიტომ რომ ყველა მზადებაში იყო პროგრამების რომ რაღაც მოეწესრიგებინათ და ეჩვენებინათ თავი საუკეთესო მხრიდან და აი გუშინ ეს შედგა ანუ ეს არის პარტნიორობა ადგილობრივ ხელისუფლებას, ადგილობრივ სასწავლებელსა და ცენტრს შორის, იმიტომ რომ სხვანაირად არ გამოვა. მაგ ხალხს გარეშე ძალიან გაჭირდება ხა, მაშინ იარო კარდაკარ ვერ ივლი, ხო, ბუნებრივია, ხო. ჩვენი სპეციალობა აი ამ პატარა ბავშვებზეა დამოკიდებული. კონსერვატორია დაიხურება თუ არ წამოვიდა კადრი ბავშვები. ეს არის ერთადერთი სპეციალობა. თუ არ ჩავთვლით ბალეტს, მაგრამ ბალეტს არ აქვს უმაღლესი. და ამიტომ მაინც მუსიკა გამონაკლისია. თუ 6-7 წლიდან ბავშვმა არ ისწავლა ფორტეპიანოზე, სიმებიან საკრავებზე, ვერანაირად კონსერვატორიაში ვერ ჩააბარებს. ეს არის განათლების სისტემა. ამიტომ ბავშვები, აი ეს მუსიკალური სკოლები, რომლებიც ერთი პერიოდი ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყვნენ და არც დღეს ყველას არ ულხინს, კიდევ ერთხელ ნიკას კომპლიმენტი. კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ მისი თაოსნობით დაფუძნდა რუსთავშიც, გორშიც, თელავშიც აღდგა 11 წლიანი სამუსიკო სკოლები, უბრალოდ სახე იცვალა, იმიტომ რომ იყო 7 წელი და მერე 4 წელი სასწავლებელი, ეს სასწავლებლები გაუქმდა მილევად რეჟიმში გაუშვეს და ამოვიდა საერთოდ კანონიდან და ამის ნაცვლად დაფუძნდა 11 წლიანი სკოლები. რომ არა ბატონი ნიკა, მე მართლა ცოტა მეუხერხულება, მაგრამ არ შემიძლია რომ არ თქვა. არ უნდა დაგეპატიჟებინეთ მე ამიტომ. არ შემიძლია არ თქვა, იმიტომ რომ ამას
ამის გარეშე კონსერვატორიაში ვერ მოვა ახალგაზრდა. მას შეიძლება ფუნდამენტური განათლება. სხვა სპეციალობა არის აბსოლუტურად ორიენტირებული იმ ინსტრუმენტზე. ამიტომ სხვანაირად აქ ზოგადად ვერაფერს ვერ ისწავლე. ძალიან კონკრეტული სწავლება. ნუ ჩანს აშკარად შედეგი და პროგრესი და პერსპექტივა. აშკარად რა და თავის ბავშვები ჩვეულებრივი არ არიან. ეს 2 წლის ბავშვი რო იყო. ნამდვილად არ არის. მოგეკითხეთ ჩვენ რომ რამდენი ხანი მეცადნენ, ნუ რა ვიცი ცოტა 6-7 საათ დღეშიო. ეხლა 6-7 საათ დღეში ვერაფერს ვერ გააკეთებ ადამიანი გადამოლა თუ რაღაცა განსაკუთრებული ის არა გაქვს სურვილი, უნარი, მიდრეკილება და რა ვიცი. ნიჭი ჩვენ უკაცრავად ნიჭი საერთოდ ამბობენ რომ ჩვენ ნიჭიერია ჩემი შვილი მაგრამ ზარმაცი არ დაიჭერა. მაგაზე გვერდით თუნდა საუბარი დიდი ხანი. რაც გაშრომებს და რაც არ გასვენებს. აი ეს არ გასვენებს. მე სპეციფიური საქმეა, პროფესია, სადაც ჩავარდნა არ შეიძლება. აი როგორც სპორტსმენმა ხო, იმისთვის რომ ფორმიდან არ ამოვარდეს, უნდა ივარჯიშოს, ასევე არის სწორედ მუსიკა ესე არ არის, შემისწორეთ თუ სხვანაირად. იქ თუ მოხდა წყვეტა, წარმოუდგენელია რომ მე მან აკრიფოს და იყო ძალიან დიდი წყვეტა, შეიძლება დაიკარგა ბევრი. მე ვლაპარაკობ ერთი ადამიანის მომზადების პროცესში თუ არის თქვა სეგმენტი ჩავარდნის, ეს ნიშნავს რომ ის დაიღუპა. ანუ ამ პროფესიამ ის ადამიანი დაკარგა. და დღეს აი რასაც ამბობთ, ისეთი ახალგაზრდები მოდიან, სხვა შორის ჩვენი ახალგაზრდები იღებენ ახლა მონაწილეობას ევროვიზიის კლასიკურ კონკურსში, კლასიკური მუსიკის. და მე ვიყავი კომისიაში, გამოტომა მანამ თხოვა და მივედით და ავარჩიეთ რაღაც თქვა 15-დან 6. და ეს ჟური რო აკეთებდა ახსოვს როგორ გაგვიჭირდა შენშევა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი იყო კარგი რა და უნდა ყოფილიყო აქ 6. ეხლა იმ 6-დან კიდე ერთმა უნდა გაემარჯვეს, ასე რომ მაგრამ დამეთანხმებით ეგეთი დასაჭირი ჯობია. ჯობია ხო, მაგრამ ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანები, ახალგაზრდები წამოვიდნენ, ვინც ლოკალური ვარსკვლავები აღარ იქნებიან. იქნებიან უკვე საერთაშორისო დონის მუსიკოსები და ეს არის, რა ვიცი, რა, ეს მთელი ქვეყნისთვის ძალიან მაგარი რამეა, იმიტომ რომ კლასიკური მუსიკა არ არის დარგი, რომელიც შემთხვევით ვითარდება საშუალო ქვეყანაში. ეს ნიშნავს მთლიანად ქვეყნის განვითარებას. ამიტომ ეს მნიშვნელოვანია. და აი ქუთაისის შემდეგ რა ხდება ახლა? ხო, მარშრუტი გეგმა გაგდაცულებული ვარ. შემდეგი 17 მარტი კახეთის რეგიონი. იმერეთი გადავედით კახეთში. გადავედით კახეთში. ვინც იმერეთში ვერ მოასწრო დაკვრა გუშინ, ისინი მე ალბათ თბილისში მოიყრიან თავს კიდე ერთხელ. მე ვფიქრობ, რომ აპრილის ბოლოს ეს უნდა დასრულდეს, იმიტომ რომ უნდა გამოვაცხადოთ შედეგები. ჯერ ყველა უნდა მოისმინოთ სასაკვირველე და იმ ყველადან უნდა აირჩეს. ნუ ეს უკვე თქვენზეა ბატონიკა დამოკიდებული, 10 იქნება 12 თუ როგორ დაგვაფინანსებს. ამის მოსწრებაც არ არის ადვილი ხა აპრილის ბოლო აღარ არის. ღია ეთერში დაპირების იძულებითი ისმის. არა, სიამოვნებით, რაც შეგვიძლია ყველაფერს პრინციპად მე თქვენი სიტყვაში ჯერა ბატონიკა, ერთხელ რო ვიტყვით იმას აკეთებს. ვიცით რომ ასევე აჭარაში წაპირებთ და სხვა შემდეგ ქართლში მძიმე მდგომარეობა თავისი ამ 8 წლის შემდეგ სკოლები რეგიონებში, სოფლებში ძალიან ბევრი კარგი სკოლა იყო და უფრო გაჭირდება, მაგრამ მაინც იმედი მაქვს გორში რამდენიმე მუსიკალური სკოლაა და აუცილებლად რამდენიმე ბავშვი წარმოიდგინეთ ეს როგორი რაღაცაა რა ადამიანს ფაქტიურად მთლიანად მიმართულებას თავის პროფესიული კარიერისა უცვლი ძალიან სასურველი ხრით, ესე იგი ფაქტიურად ბედს უცვლი კარგი მიმართულებით მასთან ესეთი წვდომის სისტემის შექმნა. თან ბატონიკა რა მომენტია, ზოგ შეიძლება იმედი საერთოდ აღარ ქონდა უკვე და უცებ რაღაცა ესეთი წვეტა კი არა და გარღვევა მოხდა და იმედი ყველას აქვს ახლა ბავშვებს და ოჯახებმაც დაინახეს რომ მართლა აშკარად სხვა სიტუაცია, მაგრამ ესეთი ეფექტური რაღაც რომ მიდიხარ და საუკეთესოს არჩევ შენ თვითონ და მოგყავს გარემოში, სადაც ის უკვე აი როგორც სცენარე გაიზრდება ყველაზე კარგ პირობებში, ეს ცოტა არის რა, მსოფლიოში ეგეთი პროგრამები არის, მაგრამ გამონაკლის და საუკეთესო შემთხვევებში და მაგარ ქვეყნებში. ეხლა მე რა მინდა თქვა, პირობა მინდა დავდო პირდაპირ ეთერში, ჩვენი გადაცემა ყველანაირად ამ ყველაფრის რეკლამირებას, პროპაგანდას და დათოს მოწეული ღვინით ამ ნიჭიერი ყველა ბავშვი სადაძელო შევსვა და ნიჭიერი ადამიანის ხელშეწყობას. აბა, გზაზე დაყენებას, ამაზე დიდი საქმე არაფერი არ არის. წარმატებებს გისურვებთ და მიდი ბაი. პედაგოგებს რომლებმაც გაუძლეს იმ რთულ 20 წელიწადს და არ დაკარგეს პროფესია და კიდე გაზარდეს და მეტირება და დავთვერებენ. ვაიასნაირ გულწრფელი ადამიანი არ მინახავს. სადღაც ცოტა ადრეა, მაგრამ სადღაც შეიძლება წითელი ღვინოა. წარმატებებს გისურვებთ. ამ დაგემშვიდობებით, ჩვენს ტელემოყურებელს ხო ამ დაგემშვიდობებით, დიდი მადლობა რომ გიყურეთ. ნახვამდის.